უკვე 80 დღეა პროტესტი მიმდინარეობს ბათუმშიც. მომიტინგეთა შეკრების ადგილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც აქცია ყოველდღიურად იმართება. ქალაქში პროტესტი დღეს 18 საათიდან მსვლელობით დაიწყო. აქციის მონაწილეები ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში შეიკრიბნენ და სასამართლომდე მსვლელობა მოაწყვეს. მერაბ წულკვიძე გვერდება დეტალებით ბათუმიდან პირდაპირ ეთერში. მერაბ, გისმენთ. მარიამ, სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საპროტესტო მსვლელობა ბათუმში და აქციის მონაწილეებმა კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლეს, სადაც მე-80 დღეა უკვე მიმდინარეობს უწყვეტად საპროტესტო აქციები. დღეს ის მოქალაქეები, სტუდენტები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკთან, საიდანაც დაიწყეს მსვლელობა. ისინი თავდაპირველად ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად მივიდნენ გამომცემლობა ბათუმელების ოფისთან, შემდეგ გადმოინაცვლეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და შემდეგ ბათუმის ქუჩებში მოაწყეს მსვლელობა, რომელიც როგორც გითხარით, აქ დასრულდა ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე არ გახდება ცნობილი ახალი არჩევნების თარიღი და რაც მთავარია, მათი მოთხოვნა არის დაკავებულთა გათავისუფლება, დაკავებულთა შორის კი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გათავისუფლება, რომელიც უკვე თვეზე მეტია შიმშილობს და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც არის საკმაოდ მძიმე და როგორც ექიმები ამბობენ, შესაძლებელია ყოველწუთიერად გართულდეს ერთთვიანი შიმშილობის შემდეგ მოულოდნელად მისი მდგომარეობა. არ გვეშინია ჩვენ რუსული რეჟიმის, იმიტომ რომ ქართველები ისტორიულად მებრძოლი ხალხი ვართ და ამ ბრძოლასაც მივიყვანთ გამარჯვებამდე. რამდენიმე დღის წინ ზებრაზე გადასვლის გამო მე და ჩემს მეგობრებს დაგვიკავშირდნენ და სავარაუდო ჯარიმებს დაგვიწერენ, მაგრამ არც ამის არ გვეშინია, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის საქართველოს გამარჯვება და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა იმისთვის, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის მოთხოვნები, რაც ამ 80 დღის განმავლობაში ისმის. ეს არის უკანონო პატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ასევე ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოზავადე პოლიციელები იქნენ თანამდებობებიდან გათავისუფლებულები, იმიტომ რომ ბათუმში ამ აქციის მონაწილეებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ის ზალადობა, რასაც ეს სისტემა ჩადის მოქალაქეების წინააღმდეგ. როგორც გითხარით, საპროტესტო მსვლელობის შემდეგ კვლავ გადმოინაცვლეს აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს წინ და აქ გრძელდება აქცია და ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება ბათუმში უკვე მე-80 დღეა. ბათუმიდან პირდაპირ ეთერში მერაბ წულკიძე საუბრობდა.